გამარჯობათ. შეხედეთ ჩემს ლუსტრას რა. მან ციმცივებს. ციმცივებს თორე სინამდვილეში არ ციმცივებს და ზოგიერთი რკალია ღამე. ეს რა. დღეს ხო ისეთი არაფერი საქმე არ მქონდა. გადასაგდებებში იყო. ხო და გადავწყვიტე რომ დამეუთოვებინა და დავაუთოვე კიდეც საკმაოდ და საკმაოდ დამრჩა. მომზადეთ ჭრიალისთვის. რა თქმა უნდა არ დამზეთია. ხალხნო ხო სულ ვამბობდი რომ აუ ფრჩხილი მტყდება და ფრჩხილი მტყდება სულ მაგას ვამბობდი. და თან იმას მივაყოლებდი ხოლმე რომ მაინც მეთქი სულ მარილთან მაქვს თქო იქ თევზებში რომ მუშაობდი მარილი ან წყალთან მაქვს მეთქი და წესით უფრო მაგარი უნდა მქონდეს თქო ფრჩხილი. მაგრამ რატომ მტყდება თქო ხო ვამბობდი მაგას ვამბობდი. ხო და ოდნავ წამომეზრდებოდა, მომტყდებოდა, ამეფრცხვნებოდა, წამომეზრდებოდა იქ რომ დამბალი მქონდა სულ ფრჩხილები რამეს მივარტყავდი. ხო ამოაცალე უბრალოდ. ამოვქლიბავდი რომ კარგად მეთქი რაღაცა და სანამ გავს კიდე რამეს მივარტყავდი ის დარბილებული ფრჩხილი მოკლედ განადგურებული მქონდა ფრჩხილები. დაჭრილი კი არა მქონდა, გადაჭრილი მქონდა, ისე მოკლე ფრჩხილს ვატარებდი და ჩვენ და გასაკვირვად წამოვიდა ხახნო ფრჩხილები საკმაოდ მყარი. რავი, წყალშიც მაქვს და ყველაფერში ხელები, მაგრამ ჯერჯერობით და წავისი მანიკური. იმედია ხვალამდე არ გამეცლება. თუ გამეცლება კიდე და წავისმევ რა. ხვალე მიდიო ცხეთაში. რას აკეთებ? ხვალე მიდივარ ცხეთაში, ეხლა უნდა გავამზადო ნინოს კაბა. მერე ჩაიცვი და ერთი ბოთლი წყალი ამომიტანე რა, ხალათით ჩადი. არ ჩახვიდე ისე დაბანილი ხარ შეგციდე. და უნდა გავამზადო ნინოს ფორმა უნდა განახოთ ეხლა რა სასაცილო. ნინოს ფორმა რა სასაცილოა. ეს არის მოიცა ტექნოლოგიურად. ეს არის კამარი, ეს არის ქუდი. ამას თვითონ უკეთებს სალომე მასწ. ესე უნდა გავაუთო. და ეს არის ნინოს ტანზე შეკერილი კაბა. და აწერია, სადა წერია, ხობაძე ნინო. ხობაძე ნინო, ყველაფერი ამოიღე. ხო და ეხლა უნდა გავაუთო. ოღონდ ძალიან ფრთხილად. იმიტომ რომ ეს ნაჭერი უთოსთან არ მოდის. ეს ნაჭერი უთოსთან ვერ არის კარგად. ანუ ამ ნაჭერს არც უნდა შევახო. ეს უნდა გავაუთო უკანა მხრიდან რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არის ძალიან გრძნობიარე ნაჭერი მქონია ამასთან შეხება. ბარბარეს ცეკვისგან გამომდინარე და ძალიან ფრთხილად უნდა გავაუთო. არ მაქვს ორთქლის უთო. და აუცილებლად უნდა ვიყიდო. ეხლა ვიყიდე საჩუქრად 65-ია 70 ლარი მივეცი და საკმაოდ კარგია რა. ხო და უნდა ვიყიდო ესეთი რაღაცა პრობლემური ნაჭრისთვის ძალიან კარგი არის რა. იმიტომ რომ ეხლა მე რო ეს დავწვა, ჩვეულებრივ უნდა ავანაზღაურო. რავი, აქამდე არ დავიწვია და რა დავწვა. ანუ ამას არ უნდა შევახო რა, აი ეს ვაყონ უკანა მხრიდან და ძალიან ფრთხილად. ხო და ეხლა მე მინდა რომ ეს ჩავკეცო. ანუ ისე უნდა ისავქნა რომ ეს დავკეცო. და ჩავდო ჩანთაში. და ზოგადად ვებ ხოლმე ისე რომ არ იჭმუჭნება რა. ამაში არ ჩაიდება. ვებ ხოლმე ჩანთის არა ამ განყოფილებაში არა.
ივანესთვის და ბარბარისთვის რო ავთოვებდი, ხოლმე ვდებდი ჩანთის აი ამ განყოფილებაში, აი ჩანთას რო უკან ეს აქვს. აი მანდ. ხო და. რავი, რამდენად დაეტევა ამას პატარა განყოფილება აქვს. ანუ არ არსებულია რა, ნახეთ რამხელა ქვედა ნაწილი აქვს და შანსი არ არის, ანუ ეს რო დაიკეცოს დაიღიჭება, ეს შუქი კაია. თუ აი ეს. თუ ეს ყვითელია. ოკეი. ნახეთ რამხელა ამის დაკეცვის შანსი არ არსებობს. დაიღიჭება. ამიტომ მე შორტიც წავიღებ და იქ ავტობუსში დავკიდებთ. ეხლა ჩვენ გვესაჭიროება კალგოტკა შავი ფერის, რომელსაც ეძებს გვაქვს თუ არა, კაი დროს გაგვახსენდა. შავები არის? ხო. შავი არის? მოკლოჯერდა. აი. ნახმა კალგოტკებში შავი არ გაქვს, სულოჯები გაქვს. პატარა მქონა ცეკვისები და სად დაგვერხა? ძალიან არ გაიგონე ხა კაცო შავია თუ ლურჯი რა სიტყვით თქვენ? შავია და. აბა მოიცადე. მე აშკარად ლურჯია. აბა შენი ყველა კალგოტკა მონახე. აი გაიხადე შვილო, ფიფქია და შვილი ჯუჯაში მეშვიდე ჯუჯა როა ეგ ხა. თუ არა გაქვს სასტრაფო წესით ლელასთან უნდა გავარდე. მიდი ამოყარე ყველა კალგოტკა. ესენი წაიღე მოდი. ზუსტად იცი? არა. ესენი ჩადე. გინა მაგალითი თვეწადი. ცივა. ლელასთან გადი და უთხარი. ჩემი ზომა, ჩემი არა შვილო, ჩემი არ მოიტანო. დედამათქო ჩემი ზომაო, ეგ კი არ უთხრა. შენი ზომა კალგოტკა მოიტანე, რა ღირს და ფულს ხვალე მივცემთ რო გავალ. გაიგე? ჩემი თქო შვილო. რა ვიცი. აი. ნახოთ კალგოტკის. ნუ გააშრიალებ რა. და ნუ აწვევი გავარდა ძირი. ესე წაიღე ნაგავში. ეგ კი არის საჭმელი რამე უნდა წავიღო და არ გამიკეთებია რა წავიღო. რა ჩავდე? როგორც იყო ისე ჩადებ. მიდი წადი ლელასთან და რომ მოხალ მე ჩადებ. მაგამბავს დავამთავრ სკოლის ცეკვისას და მე გავაგრძელებ ამითხოვებას. ჩვეულებრივ შულკას დავკიდებ და იქ არის საშუალება რომ ავტობუსზე სადაც დავსხვევთ იქ დავკიდებ, არაფერი პრობლემა არ არის. ხო, მე რას ვიცმე. ცხეთის დარბაზში სხვადასხვის მომწონს ხოლმე სიტუაცია. გამოსაცვლელი ხა ისეთი სიტუაციაა, რომ ერთ სადღაც დაბლა პადვალივით არის ოღონდ თეთრი. დაბლა ჩასასვლელი მოკლედ რა პადვალი არ არის. დიდი ფოიესავით დარბაზია და იქ იცვლის ყველა. შეიძლება ერთი სკამი იდგეს და იქ უნდა დავალაგოთ ყველაფერი. ამიტომ ყოველთვის ხოლმე მომზადებული მივდივარ, არ მიმაქვს ზედმეტი ჩანთა ეს ის. წავიღებ ჩემს აი ამ ჩანთას. რომელშიც აი ამას რომელშიც ჩავდებ ამის ფეხსაცმელს. ანსაცმელს კიდე ანუ რასაც ეცმევა, მაგებს ჩავალაგებ. ფული თუ რამე დამჭირდება მაგ ჩანთაში მიდევ და მექნება და ტელეფონიც რა თქმა უნდა მაგ ჩანთაში. ანუ ერთი მაქვს ხოლმე, აი ესე პარკები და რაღაცებს ეგ გამოცდილება მოიტანა, თორე დავდიოდი ხოლმე ჩემი ჩანთით, ბავშვის ტანსაცლით, მეორეში ბარბარეს ან იოანესი, მეზე ანუ ორ აკიდული ვიყავი ჯორივით ხოლმე. ეხლა всё. ამ კაბასაც რო ჩაიცმეს და რაღაცა დავკეცავ. ან ისე დავკიდებ, რაღაც დავკეცავ, ბაიცი უნდა მივიტანოთ მე. ხო და ანუ ერთი ჩანთით ვიმოძრავებ რა. არ მექნება დისკომფორტი, ის დადე, ის აიღე, ის დაგჭეს, ის არა. всё.
აი ასე. დღევანდელი დღე ესე გავატარე. ზარმაცობაში მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ვიმუშავე რა. საქმეები გავაკეთე. დავსაუთოებელი და თან დავაბინავე. გავიკეთებ ჭხილები. წესი თვალისთვის, მაგრამ ალაგ-ალაგ მშვიდობაში გამხაზვია მანიკური. მომწონს ესეთი ფერის მანიკურები და სხვათა შორის ადრე ვერ ვისვავდი ხოლმე. რაღაცა ესეთ მყირალა ფერის მანიკურს, ეს ბოლო წლებია ალღო აუღე, წითელი, მწვანელი რაღაცა ლურჯი არ წამის. ხო და ძირითადად მაქვს ხოლმე მომზადე ჭყრიალისთვის ან თითქოს რომ ხელზე არც კი ემჩნევა ასეთი ტიპის ეს მომწონს სხვათა შორის. შემდეგ რომ გაურთულე რაღაცა და გავუბედე ესე იყო ძირითადად რასაც ხმარობდი, ანუ ძირითადად ღია ფერის. მე ვიყიდე ეს არ მიყიდი ახლა ხო გატყუებდი. ნელა ვუბედავდი კიდე ნელა ნინო მეძახის ქვემო რაც გავუშვილეს გაფიცებ. ხო ვინ არის? მე თქო შენ უთხრა. არ ვიცი პატარა ზომა, არ ვიცი ზომა თქო, კაცო. პატარა აი მე ჩემი ზომა არ ვიცი, დედა მარიცის ეგე ზომა თქო. რა ვიცი, შულო კარგოდ კი ზომა რომელიმე პატარა ნახოს იქ წლოვანება ეწერება. წამოიღოს დაახლოებით ნუ 13-მდე. 10-13. რა ზომა ვარა ნინელა შვილი არის. ნინო. ნახოთ უჯრაში აქვს თუ არა შავი კალგოტკა ამას. მე ღია ფერი, ლურჯი, ყავისფერი, ორი ცალი, ეს არის მწვანე, მუქი, ლურჯი რა? ის არის არ არის. აბერს კალგოტკა კიდე შანსი არ არის. ანუ ხა ეს რო ლურჯია ეტყობა რომ ლურჯია, გრძელი კაბა აქეთ, მაგრამ იქ ხოლმე დატრიალდა. დავიჯერო ისე ძალიან დატრიალდება რომ კალგოტკა გამოუჩნდეს. არ არის ლურჯია. პირველ კონცერტზე ხო გავალახინეთ მასწავლებელს. კაი, მოდი ალტერნატივა ვნახოთ. ნეტასად აქვს ბარბარეს კალგოტკი. არ ვიცი, და ვნახოთ. ეს ნინოს ნასკებია, ბარბარესთან რა უნდა? რა ბუეტია? ლოკაცია 2 არ არის, ერაღა არის. ეს ბარბარესია დარწმუნებულები ხართ. ეს კატა საიდან მოვიდა არ ვიცი. რომელიმესი იქნება, ან ელენესი იქნება, ხო ვიცი, აქ იცვლიან გაქარითა. არ არის. კალგოტკებმა მოსგანა ბარბარესთანაც. ამიტომ აქ შეგვიძლია პანიკაში ჩავცვიდეთ. ჩემთან დავიჯერო არ არის.
ნინომ დაიგვიანა უეჭველი უჩას ეჭორავება თავის ზომაზე. აი მე დაველოდოთ. ლელა რო არის ხოლმე პრობლემა არ არის და ლელა არ არის. დაველოდოთ. მე რას ვიცმევ? არ ვიცი. მოდი მეც ვნახავ. შავი კალკოტკა ვიპოვე. ფეხებთან რო გადაუკვანწო. პატუსკები მე. აი ხა რაზეც ვიტყვი. დედას გეფიცები თუ ვიტყუებოდე. გახსოვთ კალკოტკობა რო შემოვიდა და სვეცკობა რო იყო და რაღაცა ალბათ მაშინ ვიყავი პატარა. არა, კალკოტკა ხო არსებობდა და რაღაცა, მაგრამ აი ბავშვების ზომა რო შემოვიდა, სადღაც ვიყავი მე 5, მე 6, შეიძლება მე 4 კლასშიც. მე ბევრი მაქვს შავი კალკოტკა. არა ქენი. აი მე არიქა მოიტანდა, მაგას მე გავაგრძელებ. 5 ლარი. 8 დენიანი. წლოვანება სადაწერია შვილი. წლოვანება არც ერთ არ იწერა. ნახოთ. ისე ცოტა ადრე უნდა გაგხსენებოდა რა? რავი. შავი არის. ზომა გვაინტერესებს ჩვენ. ნუ ხელი. იცი როგორია ნინო? აბა მოდი ახლა. ნუ მამიდა ჩემს კარგად ეკნება. რო გაიწევა და მაგრამ ჩვენ საწუწუნო არა გვაქვს ნინო კალკოტკავიში. არა ეს რო გაიწევა. მოკლედ კალკოტკა გვაქვს. აღარ ჩივართ კალკოტკა გვაქვს. არა შვილო რა ჩაგუწრე. მაგის ქალი ვარ რო კალკოტკა ჩაგაცნო წაიღები. ეს არ დაგვრჩეს. ეს უნდა სახში აქ ჩაიქვა. დილით შალვის ქვეშ. ჩვეულებრივი წასული წავალი და ხო, გინდა არა ჩვეულებრივი წადი ეგ გადაყარე მედი. ან დადე და მე ჩავიტანოთ. გაიტანე გარეთ. ვიდეოს. ხო და ეგ პერიოდი იყო რომ ბავშვები რო კალკოტკით მაშინ 90 წელს გეუბნევით კაცო ბავშვები რო კალკოტკებით მოდიოდნენ რაღაცა ის იყო რა დონეობა ცოტა ხო და მახსოვს არ ვიცი ზეიმი უნდა გქონოდა თუ რა უნდა გქონოდა და კალკოტკები იყო საჭირო რომელიც მე არ გამაჩნდა და ეხლა რო გაუშვი და არიქა ლელასთან და არიქა ტევალის დასაწყისში და ქვეყანა მაღაზიებია და რაღაცა მაშინ იყო ბუტკები გაგემახსოვრებათ ბუტკები იყო ხო და ხა იქ არავინ გაგაქცევდა წადიშვილო მიდიაბა კალკოტკა შენი ზომა იყიდე ხო და მეცვა ეთულის კალკოტკა ბაბოსი ხო და ხა წად ჩემი 5 წლის ხუბე-6 კლასში ხო და სად ბაბოს ზომა ხო და ანუ რო აგიწევენ რაღაცა და ბარკლებზე რო ბუჭ ან ბევრი რო გააკ რა კალკოტკა სადაწიო აღარ არის ფეხი აღარ აყოფნის ეს კალკოტკა უნდა აწიო ხო და ჩადის რომ მოძრობს ეს ჩადის და ბოშათრუა და ჩადის რა და ეხლავეო ბაბო მამა პაპური ტრიკოს რეზინები ხო იცით ეხაც მაგას ვეძახთ გადაყვადა ესე გაწია და ამომაცვა ორივე ფეხზე სადღაც ჩავიდოდა კალკოტკა რასა პადუსკები მეკეთა ზეიმა კარგად ჩაიარა მაგრამ მე მახსოვს ბარკლებზე ისე მქონდა ეს ისედაც გაუბედურებული ეს ბანაობა და გადავდიოდი ისე მქონდა მოჭერილი ეს რეზინა ისე მქონდა რეზინა მოჭერილი სუწით რათა მქონდა ასე დამთავრდა ჩემი კალკოტკის ისტორია და სავარაუდოდ ნინოსიც ეგრე დამთავრდება არა ჩანს დიდი ეტყობა ყველაც პატარა არჩი ნინო მოდი აბა დავტესტოთ მოდი მაგის ხუში კალკოტკა რამოდაცვია? გაიხადება მანდ მიდი.
ოღონდ ნაზად ჩაიწვიშვილო ძალიან ხელი კარგოდკა და შეიძლება დაღიმებულები დავრჩეთ. მაინტერესებს ახლა თუ დიდი გექნება ამას ხო ჩაგაცმევა რა. დავტესტოთ კარგოდკა. ჩხილები დაჭრილი გაქვს? არ გახიოს რა. მოდი. ჩქარ გაიძრე უცბად. ძალიან ნაზად უნდა ჩაიცვა. მოდი. არა ჩანხარ შვილო, მოიწიე. მე უნდა ჩაგაცო ფეხი არ გამიხიო. ახლა მოდი. აი იქ მოდი ორივე ფეხით. და კედელს ხელი გაუშვი და იქ მოდი. ემს მოკიდე. ვნახოთ. მოდი. ვიდა? ხელია. შვენიერი იქ. კი, გაიხადე, აღარ არის საჭირო. ყოჩას. ბავშვი ზომა შვენიერად გამოიცნო. არა, ყველა ვდარდობდი, პადუსკებს გადარჩა ნინო. ესეც კარგია. ეხლა ჩაიცვი და მომიტანე ჯუსტები და კამარი და თავს წასაკრავი. წესით მაგ ყველაფერს შენ უნდა ალაგებდე ეხლა. ჯუსტები მოიტანე, რომ თუ რაღაცა გავასუფთავ. ეს შპილიკები მოწავ. შპილიკებს ბარბარე რომ მოვაცეკვიდან მომცემს. ბარბარეს აქვს. აი მაგ ხელათნებს სადავმალავ არ ვიცი, კოსა უნდა გაუკეთო დაბალი. არა, მასწავლებელი თქვა მე გავუკეთებთო. ხო, მაგრამ მე ხო ვიცი როგორ წაკეთდება. ბარბარეს ჯგუფს მე უკეთებდი ხოლმე რომ ეხმარებოდი სალომეს. იმათ არიციან ჯერ და იმიტომ. იმ მშობლებ. მარტო მე ვარ ამათ ჯგუფში ხანდაზმული მშობელი 12 წლის სტაჟით. მოიტანი აბა სველის ალფეთ კი მომიტანე. 2 ცალი და ჩუსტებიც მოიტანე. ესეც გამამზადო და დავაუთოებ ამის კაბას და всё. ხო, დამავიწყო სახელი. ბარბარეს წითელი პომადა აქვს? მენა წითელი. მენა. ეს წითელი არაა. და ეს ლაინერიც. პრინციპში წითელია. ეს ახლა წითლად ამაქვს ეს ტუჩი ნინო? რა. ვარდისფერია და აი მასე მოკიუნა იყოს. აი მე. აბა მოიწი. კბილიდან გამოწიე ტუჩი, შვილო, კბილში შევგაწაულსი. აბა ბებე. ნუ წითლად წავა, მაგრამ ხელა რაღაცა სხვა წავა, ბარბარე გვჭირდება მაგისთვის. ესე. სუფთა ყოფილი. მე რაღაცები აქვს. არა. და იღე ისევ ჩადე. არა ერთ ცალი დამიტოვე. ნუ კაი ხო დატოვე რა. ერთი მასრაფი. აი იღე. ანუ წითელი პომადა არ გშენ არ გაქვს? არაფერი საერთოდ. ბარბარე გვჭირდება. მაგარი ღია ვარდისფერი. აი რა ძალაბედგა, წითელი პომადა წაუღე მადონას. არა, წითელი არ იყო, მაგრამ ვიღაცაზე ხო უნდა ვიჩხუბო. მადონას და ეს არ არის წითელი. ეს ვაფშე არ არის წითელი. ამისთვის საჭიროა მან ბარბარეს ტერიტორიაზე შევიდეთ. და ვნახოთ წითელი. ლაინერი ხომ აქვს? ამოიღე მან დედან? თავის რაღაცას იქნება. დაიცა ყირაზე არ დააყენო ყველაფერი. ვნახოთ ბარბარეს უჯრაში რა ხდება. პომადა წითელი, პომადა ეს რა არის გოგო? არიქა რაღაცა. ფანქარია ხარ. პომადა არა, ფანქარი. აი მე. ვიცოდი ეგრად. აქ იყავით არ საწახვიდეთ ერთი წამით. უიდე და რა წითელია? ეგ წავისვა. წითელია არის. ძალიან ქვეშ შეგვსვით.
ესე გამართი აი ეს სახურავი და დააფარე. დააფარე. იმედი ამ ვიდეოს არ უყურებს ბარბარე. ანუ მაგრა დაგვერხა ჩვენ წითელი პომადა არ გვაქვს. ასომატყურავი მეწამოვიღებ. ანასტასიას აქვს წითელი? მოდი ეხა ჩვენ მადონას დავუყურებთ. წითელი პომადა თუ აქვს წამოიღოს. ტასომ გითხრა მე მაქვსო? ნამდვილად? წამოვიღებ, ხო. წამოიღოს ვიღებ, თორე ჩვენ გავიჭედენით. ლაინერია ეს არის. მე ლაინერში ხო სერიოზული ვარ. ლაინერი ეგრანაირად, ლაინერი ის არა. ეს რო ის. ლაინერი. მაგის მეკონა სადა. მოდი მაინც მადონასთან გავუშვათ ზარი ახლობელთან. ეგ უჯრა გამოწიე. ეს ჩავაკონწიალეში. ზარი ახლობელთან. ესენი დაალაგე, აი საუთობელ დაალაგე. ინტერნეტი არ არის, რატო არ არის? აქ არის ჭერს ხოლმე. და წინაზე ხო აქედან დავრეკე. კი. აი, მე ტელეფონო. გაიტანე რა იქით ოთახში და შემოიტანე ის. სხვა პომადა მართლა არა მაქვს. ფიზიკურად არა მაქვს პომადები. დაიჭირა? დაკავშირებულია. ეს საერთოდ არ არის. კაი. სადაა მადონა? ხოლებს. აბა სად არის მადონა? ხო. Hello. სალამი, რა ფერ ხარ? რა შვები? რავი ვარ და ნეგონდა შერაშვები. მეც ეგრე. ესაა კალგოტკა ვიშოვეთ. ანუ თურმე არა გქონია. მე თქვენს კალგოტკის პრობლემა რა ვარაგა დამოდი და გაგატანო ამოდი. გოგო, კალგოტკა მე მაქვს ხო და ჩემსაც ხوار ჩავაცმევდი, ჩემი ბავშვობა გავიხსენი. არ გახსოვს? პადუსკებით რო გვეცვა ხოლმე. შენ ხო იმ დროინდელი ბავშვი ხარ. ხო. კალგოტკა ვიშოვე. გესმის? მადო. შენი გასეცე რა? კაი, მიდი. ჭამას გადაფრთხილებული რო არის სწავლონ ერთი კითხე რა. ჩააგდე პომადა არ დაგავიწყდეს. აბა, მანქანით მოდიხარ? ბუეთ, კაია ბუეთი ხარ წავედი. ხახვი დაეწვა მე თუ ჩემ ლაპარაკში ხმედა. აი. ცეცესე. შორე ბაკა.